რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა ზუსტად ამ თემით თუ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ერთ-ერთმა თქვენგანმა დამიწერა კომენტარებში, ფაქტობრივად შემახსენა ამ დასტის არსებობის შესახებ და მოდით დღეს ამ ულამაზესი დასტით გავიგოთ თუ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა, როდესაც თქვენ ეს ვიდეო შეგხვდათ, ან ეს ვიდეო ჩართეთ. ვნახოთ აბა მესიჯი სამყაროსგან პირველ ვარიანტს და მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტს. პირველი ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი ასეთი თეთრი ქვა. ერთ წამს ფოკუსი გავასწოროთ. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ხო? ნახოთ აბა თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს. ხმლების ოთხიანი. მეგობრებო, პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ თქვენ ახლა გჭირდებათ დასვენება, მეტი ძილი პირდაპირ გაგებით და სხვათა შორის ეს არის ძალიან ირონიული, იმიტომ რომ ამ ვიდეოს ახლა მე ვიწერ ღამის 2 საათზე, აი საათს დავხედე, ზუსტად 2:22 არის სხვათა შორის, 02:22, რა საინტერესოა, ხო? და ამაღამ ვათენებ, იმიტომ რომ გარკვეული საქმეები მაქვს. ნუ თუ ჩემთვისაც არის ეს ნიშანი. კარგით, მეგობრებო, ახლა ჩვენ თქვენზე ვსაუბრობთ და პირველ რიგში აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ მეტი დაისვენეთ, მეტი ძილი და ნახეთ, დასვენება ხშირად ადამიანებს გონიათ, უბრალოდ დაწოლა და არ ვიცი, rilsების, TikTok-ების სკროლვა, ხო? ან ტელეფონის სკროლვა ზოგადად. და იცით რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს შეიძლება იყოს დასვენება რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ყველანი ცოცხალი ადამიანები ვართ, ხან ავსკროლავთ, ხან გამოვსკროლავთ, ხო? ნორმალური არის ეს, მაგრამ ნახეთ, როდესაც ჩვენ ვსკროლავთ, იქნება ეს პოსტები, ვიდეოები თუ რაც არ უნდა იყოს, ამ დროს ჩვენი ცნობიერი ყოველთვის ივსება გარკვეული ინფორმაციით. და რა თქმა უნდა, ინტერნეტში არის ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბევრი ნეგატიური კომენტარებიც კი, ხო? ფიქრობ შეგხვედრიათ ყველას რაღაც ნეგატიური კომენტარები, ნეგატიური პოსტები, ვიდეოები. და ნახეთ, მეგობრებო, ჩვენს ცნობიერს პერიოდულად სჭირდება დასვენება. და დასვენება არა რაღაც სკროლვით, არა ტელეფონით ხელში, არამედ დასვენება, როდესაც ჩვენ თუნდაც 1 საათით ვადუნებთ ჩვენს ცნობიერს, ვამშვიდებთ მას, მაგალითად ვწევართ, აბსოლუტურად არაფერს არ ვაკეთებთ, უბრალოდ ვუსმენთ ჩვენი ფიქრების დინებას, შევდივართ გარკვეულ მედიტაციურ მდგომარეობაში, მედიტაციები ძალიან კარგი იქნება თქვენთვის პირველი ვარიანტი. იცოდეთ, რომ ახლა ამ ეტაპზე თქვენ გჭირდებათ მეტი დასვენება და ასევე მეგობრებო, შეძლების და გვარად, აი ახლო წარსულში, რომელიღაც ვიდეოში მე მახსოვს, რომ ზუსტად ეს გირჩიეთ. თუ თქვენ გაქვთ რაღაც ზურგის ტკივილები, აუცილებლად გამოცვალეთ ლეიბი ან თეთრეული ლოგინის. აუცილებლად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რა გელოდებათ მეთქი, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. პირველი ვარიანტი, რა მესიჯი აქვს? არკანი ფორტუნას ბორბალი, არკანი პენტაკლების 8-იანი. თუ რომელიმე თქვენგანს ქონდა შიშები ფინანსებთან დაკავშირებით, სამსახურთან დაკავშირებით, ვინც ეძებთ სამსახურს მაგალითად, აუცილებლად შეძლებთ რომ იპოვოთ, დანებდებით, უბრალოდ დაასვენეთ საკუთარი თავი, საკუთარი ცნობიერი მეგობრებო, გავიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ცნობიერის გადატვირთვა ყოველთვის ძალიან ცუდი არის ჩვენთვის, როდესაც ჩვენ ზედმეტად ბევრი ინფორმაციას ვუშვებთ საკუთარ ცნობიერში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის დამღლელი. და
იცით, ბევრ თქვენგანს შეიძლება ასეთი აზრიც კი ჰქონდეს, რომ აი არაფერს არ ვაკეთებ მთელი დღე და რისგან ვიღლებიო. სკროლვისგან მეგობრებო. ინფორმაციით ტვირთავთ თქვენს ცნობიერს და რა თქმა უნდა გადაიღლებით, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალურად ჩვენს ცნობიერში სწორი ინფორმაციების შევუშვათ. გასაგები არის, რომ თვალებს ვერ დავხუჭავთ ყველაფერზე და გასაგები არის ისიც, რომ ხანდახან რაღაცეები უნდა ვიცოდეთ, ხო, რაც ხდება სამყაროში რაღაც ზოგადი მიმოხილვა ხანდახან უნდა გქონდეს, მაგრამ დამიჯერეთ, ყოველთვის ეს არ არის აუცილებელი და საერთოდ არ არის აუცილებელი, ყოველთვის აბსოლუტურად ყველაფერი ცუდი, ყველაფერი ტრაგიკული ვიცოდეთ და შემოვუშვათ ჩვენს ცნობიერში. მით უმეტეს თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელზედაც ემოციური ზეგავლენა ამ კუთხით მარტივი არის, ხო? თქვენს რეალობაში შემოდის გარკვეული ფინანსური სტაბილურობა, გარკვეული ფინანსური სიმყარე, ძალიან მოულოდნელი რესურსებით, მოულოდნელი გზებით. ვიღაცისთვის ეს არის ახალი სამსახური, ვიღაცისთვის ეს არის მემკვიდრეობა, ვიღაცისთვის ეს კიდევ სხვა ხერხი არის, იმიტომ რომ იცით, სამყარო რეალურად არის ახსავსე უსასრულო სცენარებით, უსასრულო სცენარების რაოდენობით და არასდროს არ უნდა დავუწეროთ მას რაღაც კონკრეტული სცენარი, რომ ასე და ასე უნდა მოხდეს. ასე და ასე უნდა ვიშოვო ფული, ასე და ასე უნდა გავაკეთო. ასე და ასე უნდა მოხდეს, ხო? არა მეგობრებო. დამიჯერეთ, სამყაროს უსაზღვრო გზების რაოდენობა აქვს ყოველთვის და ძალიან ხშირად ის, რაც ჩვენ გვინდა, მოდის ჩვენთვის ყველაზე მოულოდნელი გზით. და აქ ზუსტად ასეთ რაღაცას ვხედავ, მაგრამ ეს რაღაც ეხება ფინანსურ ენერგიას, ან რაღაც სამსახური, ან ფინანსები თავად. მოდის თქვენკენ ძალიან მოულოდნელი გზით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. პირველი ვარიანტი. არკანი პენტაკლების დედოფალი. მეგობრებო, ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ მსგავსი არკანი ამოვიდოთ, ან პენტაკლების ტუზი, ან პენტაკლების ცხრიანი, ან პენტაკლების დედოფალი. ხედავთ, რაც გითხარით, ზუსტად ის დამტკიცდა, თქვენს რეალობაში შემოდის ნელ-ნელა, ნელი ტემპით. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ნელი ტემპით შემოდის, მეთქი უფრო ხედავ რაღაც უცაბეთ შანსებს, უცაბეთ პერსპექტივებს თქვენს რეალობაში, ფინანსური სიმყარისა, ფინანსური ენერგიის გამყარებისა და პენტაკლების ცხრიანი მეგობრებო, შეხედეთ რა სასწაულია და პენტაკლების ცხრიანი. წეღან არ ვთქვი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამოვიდო და რაღაც ასეთი არკანი მეთქი და პენტაკლების ცხრიანი ამოვიდა. მეგობრებო, ძალიან სასწაული ფინანსური ენერგიები მოდის თქვენკენ, ძალიან მოულოდნელი გზით და ძალიან მოულოდნელ მომენტში. მეც აქ ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ და აღარც დავამატებ. გარკვეული მიზეზების გამო რაღაც ინფორმაციები არის, რაც ჯერ არ უნდა იცოდეთ და გრძნობ, რომ პირველი ვარიანტის გაშლა უკვე დასრულდა. უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენი ფინანსური პრობლემები მოგვარდება, ეს უკვე საკმარისი იქნება და უნდა დაისვენოთ. კარგით, მეორე ვარიანტი თქვენთვის რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა და ხმლების დედოფალი ამოვიდა აქ. ვიღაცას კვებითი აშლილობა გაქვთ მეგობრებო? იცით საიდან გამომიჩნდა ასეთი შეკითხვა? გსმენიათ თუ არა ასეთი კვებითი აშლილობის შესახებ, როგორიც არის კომპულსიური გადაჭარბებული ჭამა. კვება, არ ვიცი რამდენად სწორად ვთქვი, მაგრამ თუ ვინმე მიცის ეს ტერმინი სწორად როგორ ითქმის, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, მაგრამ ეს არ არის რაღაც ისეთი დაავადება, როგორიც არის მაგალითად ბულიმია, ხო? მაინც დავაცენზურებ. ან ანორექსია, ხო? არ არის. ეს არის, როდესაც ადამიანი ჭამს და ვერ ჩერდება. და რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა თითქოს, რომ რომელიღაც თქვენგანს აქვს
კონკრეტულად ეს კვებითი აშლილობა ან რაღაც მსგავსი, აი კვებასთან მოდის გარკვეული პრობლემები. და იცით, პირველ რიგში მე არ ვარ ფსიქოლოგი, ხო? და ყველანაირად გირჩევდით, რომ სპეციალისტს მიაკითხოთ, მაგრამ ნახეთ კონკრეტულად ამ არკანში ვხედავ გარკვეულ პრობლემებს კვებასთან. ეს შეიძლება არ იყოს არანაირი სახის აშლილობა, ხო? მაგრამ უბრალოდ პრობლემები იყოს, მაგალითად დიეტობდეთ და შემდგომ არ ვიცი, ვეღარ უძლებდეთ და გადაჭარბებულად ბევრს ჭამდეთ, ან რაღაც ასეთი იყოს, ხო? რაღაც ასეთ წრეზე შეიძლება დადიოდეთ. მოკლედ რომ გითხრათ, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ თქვენს კვებას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ყველანაირი გაგებით. რას ჭამთ, როგორ ჭამთ. თუმცა ისტერიულად არა, რაციონალურად. და უნდა დაამშვიდოთ საკუთარი თავი, მეგობრებო, იმიტომ რომ მესმის წონაში დაკლების სურვილი, მესმის წონაში მომატების სურვილი, ეს ყველაფერი გასაგები არის. ძალიან გასაგები არის, ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენად გასაგები არის ეს, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი ნერვები ძალიან მნიშვნელოვანი არის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა, მესმის რომ გაქვთ იმის სურვილი, რომ გავფრთხილდეთ ფიგურას, ან გააუმჯობესოთ იგი, მაგრამ დაიტანჯავთ თავს ზედმეტად, ხო? მithumetes რაღაც ზედმეტი ფიქრებით. რა მესიჯი აქვს სამყაროს? რაღაცას დაამარცხებთ ახლო მომავალში. რაღაცას დაამარცხებთ, დავამატოთ არკანები, რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის. ნახეთ, მეგობრებო, ხმლების დედოფალი და ხმლების მეფე. შეხედეთ, პირველ რიგში აქ მე ვხედავ გარკვეულ დამარცხებას, რაღაცას, როდესაც ამარცხებთ საკუთარ თავში და აქ ამოვიდა არკანი ჩამოკიდებული კაცი. გარკვეულწილად შეიძლება გაუაზრებლად სხვათა შორის, მაგრამ თქვენ ხართ მსხვერპლის პოზიციაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მსხვერპლი, მსხვერპლის პოზიცია ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავს აღიქვა მსხვერპლად. თქვენ გეცოდებათ საკუთარი თავი, თქვენ მუდმივად გააზრებლად თუ გაუაზრებლად გარე სამყაროს და გარე სამყაროს ფაქტორებს აბრალებთ თქვენს პრობლემებს, ხო? და მე თქვენი მესმის არავითარ შემთხვევაში არ გკიცხავთ. უბრალოდ შეხედეთ, მეგობრებო, ეს არის გამოსასწორებელი და აი ამ მსხვერპლის პოზიციიდან უნდა გამოხვიდეთ. აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გეუბნებათ იმას, რომ დროა შენ თავად აიყვანო საკუთარი თავი ხელში და თავად აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ძალიან არასასიამოვნო ჩხერდეს, რასაც ვიტყვი, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული რომ გიშველოთ, არავინ არ არის ვალდებული რომ დაგეხმაროთ. თქვენ თავად თუ არ დაეხმარებით საკუთარ თავს, არავინ არ დაგეხმარებათ და რომ ცადოს ვინმე დახმარება დამიჯერეთ, ამას ვერ გააკეთებს უბრალოდ, თქვენ თავად თუ არ გაქვთ ამის სურვილი, ხო? და თქვენ აქ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ დროა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე და საკუთარ ქმედებებზე. დიახ, სიტყვებზეც. მე მithქვამს ჩემს ძველ ვიდეოებში, რომ სამყაროს არ უყვარს ტყუილი, სამყაროს არ უყვარს, როდესაც ჩვენ ვიტყუებით, როდესაც სიტყვებს წარამარავყრით, ხო? ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიყოთ გულრწმელები, რომ ვილაპარაკოთ სიმართლე. გასაგები არის, რომ რაღაც მომენტში გაუაზრებლად შეიძლება საკუთარი თავი მოვიტყუოთ, ეს თქვენ წარმოიდგინეთ და ნორმალურიც არის, ყოველთვის ადამიანის ცნობიერი პლუს ამას ადამიანის ცნობიერსაც გააჩნია. არ არის მზად ყველანაირი სიმართლისთვის, ხანდახან ილუზიებიც კი საჭირო არის ზოგი ადამიანისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი ამ სამყაროში, ხო? მაგრამ ახლა არის დრო იმისა, რომ იყოთ უფრო მეტად გულრწმელი საკუთარ თავთან, ირგვლივ მყოფებთან უფრო მეტი სიმართლე ისაუბროთ, უფრო გულრწმელად ისაუბროთ. აქ ძალიან კარგი იქნება საკუთარ თავთან პირისპირი საუბარი. შეძლების და გვარად ამ დღეებში, ან დღესვე უმჯობესია, თორემ ხვალ გადადებთ, მერეზე გადადებთ და მიგავიწყდებათ. აუცილებლად დაჯექით სარკის წინ და გამოელაპარაკეთ საკუთარ თავს, თქვენს გრძნობებზე, თქვენს ემოციებზე, თქვენს ფიქრებზე. შემდგომ კი ეს სარკე შეგიძლიათ გაწმინდოთ მარილიანი წყლით ან სურნელოვანი ჩხერით. გააკეთეთ ასეთი რაღაც, გამოელაპარაკეთ საკუთარ თავს, ჩაიხედეთ საკუთარ თავში, ეს იქნება თქვენთვის თვითთერაპია.
ასევე ახლო მომავალში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, თქვენ გაიმარჯვებთ რაღაცაზე, დაამარცხებთ საკუთარ თავში ძალიან დიდი ალბათობით ზუსტადაც, რომ ამ ცხოვრებლის პოზიციას, რაღაც გარკვეულ შიშებს, რაღაც ნეგატიურ ფიქრებს, სულიერი კრიზისი, შინაგანი მდგომარეობის კრიზისი, ვისაც გქონდათ, ამას აუცილებლად დაამარცხებთ, აუცილებლად გადალახავთ. მეცაც ვიტყვი, ახლო მომავალში უფრო მოტივირებული, უფრო თავდაჯერებულიც კი გახდებით, უბრალოდ რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რჩევა, ხო? მიეცით საკუთარ თავს გრძნობების უფლება. მიეცით. თქვენ ცოცხალი ადამიანი ხართ და ცოცხალ ადამიანს, ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება ემოციები და აქვს ემოციები, ხო? კიდევ მინდა რომ აქ დავამატო არკანები, რა მესიჯი აქვს სამყაროს მეორე ვარიანტისთვის, აბა პენტაკლების ორიანი და პენტაკლების მეფე. ფინანსების კუთხით ვისთვისაც იყო აქ რაღაც გაურკვევლობა, ეს გაურკვევლობა აუცილებლად მოგვარდება. ასევე თუ თქვენ ღელავდით ფინანსურ საკითხზე, მაგალითად რაღაც საკითხი ცოცხალი თავით ვერ გვარდებოდა ფინანსური, ხო? ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება ახლო მომავალში, უბრალოდ ნუ ელოდებით რაღაც სწრაფ შედეგებს. ასევე რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, მაგრამ ვისაც ყავთ პარტნიორი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, ვისაც ყავთ პარტნიორი და ნერვიულობდით მის ფინანსურ მდგომარეობაზე, რომ აი დაუშვათ ან სამსახური დაკარგა, ან გარკვეული ფინანსური პრობლემები ჰქონდა ახლო წარსულში, ხო? ეს პრობლემები თქვენი პარტნიორისა აუცილებლად მოგვარდება. აუცილებლად. თუ თქვენ თავად გქონდათ, რა თქმა უნდა თქვენიც. უბრალოდ სწრაფად არ მოხდება ეს, გაფრთხილებთ. სწრაფად არ მოხდება, მაგრამ მოხდება. თავარი ეს არის. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, მალე შევხვდებით ერთმანეთს მეგობრებო, წარმატებები, ნაყოფიერი დრო და ნახვამდის.